რატომ არ მოგწონთ პედი? ის საინტერესოა, სახალისოა, ის ამტკიცებს, რომ სკაუზერები არ მასწრდებიან და ჩვენ ამას გამოვცდით. რამდენიმე ხნის წინ მას არაფრად ცვლიდნენ, უბრალოდ UFC-ის სარეკლამო პროექტად. ხარიზმატულია თვალშისაცემი. პედი ბევრისთვის საშუალო დონის მოყვარულზე ძლიერიც იარჩანდა. მისი მოწინააღმდეგეებისთვის მასთან ბრძოლა მარტივ ფულს ჰგავდა. ბოლოს და ბოლოს ვინ წარმოიდგენდა, რომ უცნაური ვაცნობითა და სასაცილო აქცენტით ბიჭს შეეძლო მსუბუქი წონის დივიზიონის ათეულში მოხვედრა. ის კაუზერია, უბრალოდ სასაცილოა, როგორც ჩანს, კარგ დროს ატარებს და მას შეუძლია ამის დამტკიცება. საკუთარი სისხლი არასდროს გინახავს ხომ, მაგრამ ახლა მოგიწევს. რა არის შენი პროგნოზი? მოვიგებ, საბმიშენი ან ნოკაუტი. მაგრამ რა აქვს ახლა სათქმელი? მებრძოლი, რომელსაც სერიოზულად არავინ არ იქვამდა. დივიზიონის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან სახელად იქცა, რომლის უკან მილიონობით შემატკივარი დგას. დროაზუსტად აგიხსნა თუ როგორ აიძულა პედი მსოფლიოს პატივისცემა. მისი თამაში, მისი სტილი და სახელი, იმბლეტმა წარმოუდგენელი გზა გაიარა მწვერვალისკენ და ნამდვილად დაიმსახურა თქვენი ყურადღება. ასე რომ პირველ რიგში ძალიან გთხოვთ, ვისაც აკრავთ გამოწერილი არხი, გამოიწერეთ. ახლა კი პედი იმბლეტი, მებრძოლი, რომელსაც სერიოზულად არავინ არ იქვამდა. რა გქვია? პედი ტომპსონი. საბრძოლო ზედმეტსახელი თუ გაქვს, მწვრთნელი პედიზე ბადის მეძახის. პედი იმბლეტი გაიზარდა ლივერპულში, ქალაქში, რომელსაც უხეში ხასიათი და ფეხბურთისადმი ღრმა სიყვარული აქვს. ადრეული ასაკიდანვე გამოიჩინა ინტერესი საბრძოლო ხელოვნების მიმართ. მამამისმა, რომელიც თავადაც ჩხუბის მოყვარული იყო, მოზარდობისას დარბაზში მიიყვანა, სადაც პედიმ პირველად ტაიკვანდოს სცადა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. მას აკლდა სისასტიკე, ჟინი, სისხლი, რისკენაც ის მიილდვოდა. პედი სწრაფად პროგრესირებდა, ავლენდა ნამდვილ ნიჭსა და სპორტისადმი გადაცებას. მისი სამოყვარულო კარიერა ხანმოკლე, მაგრამ შედეგებით სავსე იყო. მან მხოლოდ რამდენიმე ბრძოლა მოიგო, სანამ დაბრკოლებებს წააწყდებოდა. ისევე როგორც სხვა დამწყები მებრძოლების უმეტესობა, პედიცას ფინანსურად უჭირდა. მას დამქანცველი ვარჯიშისა და სამუშაოს ბალანსირება უწევდა. ფულის უქონობა თითქმის შეუძლებელი გახადა ხანგრძლივი სამოყვარულო კარიერის შენარჩუნება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდა იყო, იმბლეტი პროფესიონალურ რიგებში გადავიდა. მისი ვარჯიშის სასტიკი იყო, მათ შორის იყო კრივი კიკბოქსინგი და ჭიდაობა. ეს მას ფიზიკურად და გონებრივ ზღვრამდე მიჰყავდა. მას ყველაფერი უნდა გაეკეთებინა, რომ გამოცდილ მოწინააღმდეგეებს არ ჩამოჩენოდა. მისი დებიუტი შედგა ნახევრად მსუბუქ წონაში, სადაც ის ხშირად თავის უზარმაზარ აღნაგობას იყენებდა, რათა ტექნიკური ხარჯები აენაზღაურებინა. საოცარია, რომ მისი წონა უკვე თითქმის 82 კილოგრამი იყო. ბრძოლის ღამის ის გაცილებით დიდი ჩანდა, ვიდრე მეტოქეები. მაგრამ ამ უპირატესობას სამუდამოდ ვერ გამოიყენებდა. 4 მოგების სერიის შემდეგ პედი დამარცხდა მოჭიდავესთან. სულ რაღაც 35 წამში ეს მარცხი გადამტეხი მომენტი გახდა. იმბლეტმა ამ მარცხის შემდეგ გაცილებით უფრო ტექნიკური არსენალი შეიძინა. ეს ცვლილება მომგებიანი აღმოჩნდა, ის სწრაფად გახდა ჩემპიონი Cage Warriors-ისა და Full Contact Contenders-ში. თაც მოამზადა ნიადაგი ცხოვრებაში უდიდესი შანსისთვის. მე შემომთავაზეს UFC-ის 2 კონტრაქტი, სანამ რეალურად ხელს მოვაწერდი. პირველად როცა 21 წლის ვიყავი და მეორე როცა 23 წლის ვიყავი. რეალურად ხელი არ მოვაწერე, სანამ 26 წლის არ გავხდი. მართლა? დიახ. და რა იყო ამის მიზეზი? ვიცოდი, რომ მზად არ ვიყავი. სიმართლე რომ ვთქვა, მწვრთნელებთან ერთად განვიხილე და არ ვიყავი მზად. მე ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, რომელიც კაცებთან იბრძოდა. და ფაქტია, რომ იმ დროს UFC-ში რომ შესულიყავი, დიდი ალბათობით კაცები დამამარცხებდნენ. მე ძალიან პატარა მებრძოლი ვიყავი. საერთოდ ვიყავი დიდი. ბევრი ხარვეზი იყო ჩემს ბრძოლებში, ბევრი რამ, რაზეც მუშაობა მჭირდებოდა. UFC-ის ხელმძღვანელობა მისმა რეზიუმემ არ დააბნია. ისინი მას მომავალ ჩემპიონად ან თავად პერსპექტივად არ აღიქვამდნენ. მათთვის ის იყო ეფექტური გამხდობის სახელი, რომელსაც შეეძლო ფანების მოზიდვა და ფასიანი ტრანსლაციების გაყიდვა დიდ ბრიტანეთში, მაგრამ სკაუზერმა მათ უარი უთხრა. პედი კვლავ ფულთან დაკავშირებულ სირთულეებს ებრძოდა და იმის ნაცვლად, რომ UFC-ის ბილეთი დაუყოვნებლივ აიღო, მან არაკომფორტულ პირობებში მუშაობის გაგრძელება არჩია. ამ არჩევანმა ჩამოაყალიბა ის მებრძოლად, რომელსაც დღეს ვიცნობთ. მან ისწავლა შრომის დაფასება, წარუმატებლობის ატანა და არასოდეს დანებება. მისი თავდაჯერებულობა და მოგების უტყევინება სწორედ ამ ადრეული გამოცდების შედეგად დაიბადა. UFC-ში მოხდის ნამდვილი წერტილი იყო Cage Warriors-ის მთავარი ღონისძიებაზე მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვება, სადაც პედიმ განადგურა მეტოქე და ოფიციალურად განაცხადა, რომ მზად იყო თავისი უნარები მსოფლიოს საუკეთესოების წინააღმდეგ გამოეცადა. გრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა, რადგან თავარი ბრძოლა ჩემი იყო. ხალხს ჰქონდა ნაყიდი ბილეთები, რომ ჩემს საყურებლად მოსულიყვნენ. გესმის? დაზგულის ხმობ.
ამიტომ ვგრძნობდი, რომ ეს უნდა გამეკეთებინა. იმის მიუხედავად, რომ ტრავმირებული ვიყავი და გამარჯვებასთან ახლოს ვიყავი, ეს უნდა გამეკეთებინა. თუნდაც ერთი ხელით გავსულიყავი საბრძოლველად. პედიმ UFC-ში დებიუტი სანახაობრივი გამარჯვებით აღნიშნა, რითაც გაამართლა UFC-ის ხელმძღვანელების მოლოდინები, მაგრამ პრომოუშენი არ ჩქარობდა პიმბლეტის დაწინაურებას. მისთვის შეთავაზებული კონტრაქტი შორს იყო მდიდრულისგან. და მსოფლიოს უდიდეს სცენაზე ბრძოლის მიუხედავად, პედი კვლავ ფინანსურ სირთულეებს აწყდებოდა. როგორც იცით, UFC-ის საწყისი კონტრაქტები $10,000-ია 10 ბრძოლისთვის და 10 გამარჯვებისთვის. მე ხარ შეკრება გაუფორმე ხელფასის შემცირებაზე. პირველი ბრძოლა 10,000 იყო, შემდეგ 12 და შემდეგ მეორე ბრძოლის შემდეგ, რა თქმა უნდა, მივიღე ახალი კონტრაქტი და ყველაფერი აეწყო. რეგიონალურ პრომოუშენებში, სადაც ის მთავარი მოვლენა იყო კონტრაქტისთვის, რომ მიცოდეთ პიმბლეტი $50,000-ზე მეც გამოიმუშავებდა მხოლოდ ბრძოლაზე გამოცხადებისთვის, პლუს მოგების ბონუსები და ნოკაუტის ჟილდოები. UFC-ში ეს ციფრები თითქმის არ იყო ისე სახარბიელო, სკაუზერმა გზავნილი გაიგო. UFC მას სერიოზულ პერსპექტივად არ თვლიდა, რადგან იხილებდა მას როგორც ჩემპიონის ღირსეულ მებრძოლს. ეს ნიშნავდა, რომ მას გზა თავისით უნდა გაეკვალა. გადამტეხი მომენტი მის ურთიერთობაში ფანებთან დადგა UFC ლონდონზე მისი ემოციური სიტყვის შემდეგ. გამარჯვების შემდეგ პედი მტკივნეულ თემაზე ალაპარაკდა, მენტალურ ჯანმრთელობასა და თვითდაზიანებაზე. ამან მისი განსხვავებული მხარე დაანახა ხალხს და ღრმა რეზონანსი გამოიწვია ბევრში. თუმცა საყოველთაო ოლქების ნაცვლად ის დაცინვისა და სიძულვილის სამიზნე გახდა. კრიტიკოსები მას ყურადღების მიპყრობაში ადანაშაულებდნენ, რომ ცდილობდა მოერგო კარგი ბიჭის როლი. მათთვის ის კვლავ იყო უცნაური ბიჭი სასაცილო უაცხნილობით, კლოუნი და არა პრეტენდენტი. არავის სიცოცხლე არ გადამირჩენია, უბრალოდ თქვი ის, რაც ჩემს პოზიციაზე მყოფმა ყველამ უნდა თქვას. ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც საზოგადოების ყურადღების ცენტრში არიან, ასეთ რამეებზე უნდა საუბრობდნენ. გესმის რა გულისხმობ? რადგან ხალხი მართლა უსმენს და ყურადღებას აქცევს, ასეთი თემები ახლა ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა, რადგან რეჯიმ თავი მოიკლა. სანამ პედი ერთგულ ფან-ბაზას იძენდა, ის მაინც სასაცილო თემა იყო. ყველა მეტოქე სჯეროდა, რომ ის დამაც ხდებოდა, როგორც კი რეიტინგულ პრეტენდენტს შეხვდებოდა. მაგრამ დანა უაიტმა როგორც ყოველთვის ოსტატუდა დაინახა სრულყოფილი თამაშის შესაძლებლობა, ნაბიჯი რომელშიც არავინ წააგებდა. პედი პიმბლეტი ძველი ეპოქის მოსს შეახვედრეს საბრძოლველად. MMA-ს ნებისმიერ ნამდვილ ფანს ტონი ფერგისონის წარდგენა არ სჭირდება, ის სპორტის ცოცხალი ლეგენდა. მაგრამ ფერგისონს წაგებების სერია ჰქონდა, მას სჭირდებოდა დიდ სახელთან ბრძოლა, რათა მსოფლიოსთვის შეეხსენებინა, რატომ ეძახდნენ მას ოდესღაც ელ კუკუის. ანა კარგად ხვდებოდა ფსონებს, თუ ფერგისონი პედის წინააღმდეგ თავის წარუმატებლობაში აჩერებდა, ის დაიბრუნებდა ადგილს, როგორც ყველაზე საშიში ფიგურა მსუბუქი წონის დივიზიონში. Your own country doesn't even like you, dude. Lad, just because everyone likes you here, lad, it's gonna be funny when you're on the floor asleep on Saturday night. I don't even fucking care about you, dude. I know you don't. I don't care about you. You're just another obstacle in the way, lad. You're gonna care get about me knocked blocking out you on Saturday, Instagram. lad. That's what you care about. You care about the most stupidest shit. No, I I'm don't. more worried about everybody else. Lad, you and what must they think care when because they're you fucking showing up blocked Saturday. me. I'm not that much of a little pussy to block someone on Instagram. პიმბლეტს აგებისთვის არავინ დაადანაშაულებდა. ბოლოს და ბოლოს ის მონსტრის პირისპირ იდგა, მაგრამ თუ ახალგაზრდას ქაუზერი როგორღაც გადაურჩებოდა ფერგისონს, ან თუნდაც მოგებას მოახერხებდა. ის მყისიერად იქნებოდა აღიარებული როგორც საშიში პერსპექტივა უზარმაზარი პოტენციალით. ტონი ფერგისონი ცხოველია. ვფიქრობ, ის ყველაზე საშიში ბიჭია 155 ფუნტში ჩემთვის. გეთანხმები, იმიტომ რომ არ იღლება. დიახ, კოვბოის ბრძოლამ შიში მომგვარა. როგორ გამოიყურებოდა კოვბოი, თითქოს ტონის ხელთათმანებში აგურებიედო. დიახ, მისი სახე სულ დასისხლიანებული იყო. ტონიც კი ნაკაწრიც არ ეტყობოდა და სულაც არ იყო დაღლილი. მებრძოლები, რომლებიც თავიანთი დროის ლეგენდებს ამარცხებენ, თითქმის ყოველთვის ნათელ მომავალს იკვალავენ. პედიმ გაართვა თავი ამ გამოწვევას და დაამარცხა ფერგისონი, რითაც დაიმკვიდრა თავისი ადგილი ყურადღების ცენტრში. გაოცებული ვარ, რომ ის პირველი რაუნდიდან გამოწვრა. დიახ, არ ვიცი, მე რამდენიმე დარტყმა მოვატყი იქ. ბევრი უპასუხო დარტყმა იყო და ვფიქრობდი, რომ საჯი გააჩერებდა. მაგრამ მართალი უნდა ვთქვა, მარკუს სმიტი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯია, ასე რომ ტონი მეორე და მესამე რაუნდშიც გამოვიდა საბრძოლველად. როგორც თქვი, შესაძლებოდა მორჩენილიყო, მაგრამ არ შეჩერდა. თუმცა მაინც ყველა რაუნდი მოვიგე და მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუებული ვარ, რადგან ვერ დავანოკაუტე, ამავდროულად კმაყოფილი ვარ ჩემი გამოსვლით. Even I'm a little bit disappointed to get the finish. I am happy with my performance at the same time. მაგრამ ამის შემდეგაც კრიტიკოსები კვლავ თავს დაესხნენ. იმავე ექსპერტები, რომლებმაც ბრძოლამდე დამარხეს, ახლა ამ გამარჯვებას აუფასურებდნენ. ამტკიცებდნენ, რომ ფერგისონი ზედმეტად მოხუცი
ზედმეტად გადახელი და საკუთარი თავის აჩრდილი იყო. პატივისცემის ნაცვლად პიმბლეტმა ნეგატივის მორიგი ტალღა მიიღო. ერთადერთი ვინც მართლა გვერდით დაუდგნენ ფანები იყვნენ. და პედისთვის ეს საკმარისი იყო მათი სიყვარული და წმენა მას კიდევ უფრო დიდი მიღწევებისთვის უბიძგებდა. პედის გამარჯვება ბობი გრინთან ფენომენალური იყო. მან პრაქტიკულად დააძინა მეტოქე. ამ ეტაპზე ნათელი იყო, რომ პიმბლეტმა დაიმსახურა შანსი ტოპ პრეტენდერის წინააღმდეგ. ინგლისელის სიკვდილი აჟიოტაჟმა უპრეცედენტო სიმაღლეს მიაღწია. თუმცა მებრძოლთა უმეტესობისთვის პედი მაინც იოლფულად ითვლებოდა და როგორც მშიერი მტაცებელი მაიკ ჩენდლერი დაეწეფა ამ შესაძლებლობას. ცხადია ყველა ვნახეთ თუ როგორ დავამთავრე ბრძოლა დენი ჰუკეთან 5 წუთში და შემდეგ ტონი ფერგისონის წინააღმდეგ, რომელიც რეიტინგში იყო. მე ვითარდები და ძლიერდები ასეთ მომენტებში. დამჯერა რომ შაბათი ღამე ძალიან დაემსგავსება წინა ჩემს ბრძოლებს. წამყვან სახელებთან მრავალი მარცხის შემდეგ ჩენდლერი სასოწარკვეთილი იყო, რათა დაემტკიცებინა რომ ის ჯერ კიდევ მსუბუქი წონის ელიტას ეკუთვნოდა, მისთვის პიმბლეტის საფრთხეს ნამდვილად აწარმოადგენდა. როდესაც ადამიანებს ვუტყავ, მე მათ ვაძინებ. არ მჭირდება მუსიკალური რეკლამები, რომ ჩემი თავი გავყიდო. მე რეალური პერსონა ვარ და რეალურ პერსონებს ეს არ სჭირდებათ. მაგრამ ჩენდლერი გახდა სრულყოფილი მაგალითი იმისა, თუ რა ხდება, როცა პედი პიმბლეტს არ აფასებ. პრეს-კონფერენციებზე მაიკლი იცინოდა, ხუმრობდა და თამამად პროგნოზირებდა ნოკაუტს. მაგრამ როდესაც ოქტაგონის კარი დაიხურა, სწორედ პედი დარჩა მშვიდად, ფოკუსირებული და მიზანდასახული. საბოლოოდ ერთადერთი წინასწარმეტყველება, რომელიც ახდა პიმბლეტის იყო. იცი ყველა ფიქრობს, რომ ნოკაუტში ჩავარდები, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ ეს ნიკაბი გრანიტისგანაა დამზადებული. ნოკაუტში არასდროს ყოფილ ვარ და ეს ას დღეს მოხდება. და ახლა პიმბლეტი მსუბუქი წონის დივიზიონში ერთ-ერთი უდიდეს სახელად იქცა. მასზე მოთხოვნა ისეთი მაღალია, როგორც არასდროს. მებრძოლები, რომლებიც ტოპ-10-ში არიან, თვითონ ჩემპიონებს კი იტყოვენ მასთან ბრძოლას. და ახლა დაცინის სიძულვილისა და მუდმივი ეჭვის ფონზე პიმბლეტი ბრძოლით გახდა UFC-ს ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავი და ის აღარ შეჩერებას. ცხადია მინდა რომ საუკეთესოებს შევებრძოლო, ამიტომ ამ წუთას ის და მახაჩიევთან საბრძოლოდ ვარჯიშობ, მაგრამ შეიძლება ის უკვე აღარ იყოს ჩემპიონი, როცა მე იქამდე მივალ. ასე რომ უბრალოდ უნდა ვნახოთ რა მოხდება, უნდა დავუშვათ, რომ ყველაფერი ისე განვითარდეს. ხომ მართალია, დავის სახელის იქნება კონტრაქტზე, რომელსაც UFC გამომიგზავნის. იმას ვეჭხუბები და ის იქნება ჩემი შემდეგი მეტოქე, არასოდეს ვიტყვი უას ბრძოლაზე. თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე? ძალიან ვთხოვთ რომ დაწიროთ კომენტარებში, ასევე გთხოვთ რომ გამოიწეროთ არხი და დაალაიქოთ ვიდეო.